აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატთან დათო კოდუასთან და სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან ერთად ზუგდიდში შალვა-დადიანის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. გიორგი ჯინჭარაძე დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და მათ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამები გააცნო. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით ადგილობრივ მთავრობასთან ერთად დევნილი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებაზე კოორდინირებულად მუშაობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება და საჭიროებების მოგვარება მაქსიმალურად შემჭედროებულ ვადებში შესაბამის უწყებებთან კოორდინირებულად მოხდება. ყოფებოდით ქალაქ ზუგდიდში დადიანის ქუჩაზე მყოფ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ჩვენ მოვისმინეთ მათი პრობლემები, საჭიროებები, რაზეც ჩვენ მომავალში მოვახდენთ რეაგირებას, ასევე საჭიროებებთან და გამოწვევებთან ერთად ჩვენ გავაცანით მათ ჩვენი სისტემაში შემავალი სამინისტროების, როგორც განათლების მიმართულებით, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით სხვადასხვა პროგრამები, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა ახორციელებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი არის ოკუპირებულ ტერიტორიასთან ყველაზე ახლოს მყოფი მუნიციპალიტეტი, რომელიც ყველაზე დიდ დახმარებას უწევს ჩვენს მეგობრებს, თეებს, დევნილ მოსახლეობას. ზუგდიდში გაგვაჩნია დაახლოებით 42-მდე ჩასახლება დევნილების ერთ-ერთი აგერვე მყოფები ჩვენ დღეს. ძალიან თბილი შეხვედრა ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან. ძალიან გმაყოფილება რომ შეხვედრით, ძალიან ბევრ რაღაცაზე ველაპარაკეთ. ისეთი კაი პროგრამები წარმოგვიდგინეს, რომ ძალიან გმაყოფილებით დავრჩით.